ქართველი კანცის მენტალობაში ქალის პატივისცემა ერთ-ერთი გამორჩეული ღირსებათაგანი იყო. ამის ნათელი მაგალითია რევაზ ზინანიშვილის ნოველა „თხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე“. ჩემი აზრით, პერსონაჟი ქალიშვილი სულაც არაა ზედაპირული. მან გააჟღერა უმთავრესი გზავნილი. ის, რაც სათაურის სახით გამოიტანა უკვე მწერალმა, რევაზ ზინანიშვილმა და მოთხრობას დაარქვა. თხებიან კი ყვავები დამბაჩის ხმაზე, მამა? ანუ ამ ფრაზით ქალიშვილი ახმოვანებს პრობლემას, როგორც წესი საზოგადოებაში ვიღაც ეწირება ამა თუ იმ ღირებულების დაცვას. მაგრამ გამართლებულია მსხვერპლი. თუ კი ენებლიე ოცმენი მოთხრობაში სიმბოლური პერსონაჟები ყვავები ახმაურდებიან და მათ სმენას დამბაჩის ხმა მისდევება, მაშინ მსხვერპლი გამართლებულია. მაგრამ თუ კი სიმბოლურ პერსონაჟებს ვერ დამბაჩა დააფრთხობს და ისინი კლავინდებურად გააგზავნებენ ცხოვრებას, მაშინ მსხვერპლად შეწირვა უსარგებლო აქტის ტოლფასია. ქართველი მკითხველისათვის მწერალი რევაზ ზინანიშვილი ცნობილია როგორც კაცმოყვარე ესტეტი და დიდწლოვანი პიროვნება. ეს თვისებები დევს მის ნაწარმოებებში „თხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე“, იმ ნაწარმოებებზე, რომელიც მე-20 საუკუნის ბოლოს შერჩეულ მოთხრობათა ათეულშია დასახელებული. იყო ვიტგენშტეინი, ზრდილი ახალგაზრდა, რჩეული პიროვნება, თვალში საცემი, სახიუველი, ვაჟკაცი, არისტოკრატი მიანერებით, აღზრდით, ცხოვრების წესით, პრინციპული მორალით, ევროპულ-ქართული იერით, მხოლოდ ქართული სულით, ქალის ქომაგი, დამცველი, ღირსების პატივისცემელი და თავად ღირსეული. და ისიც იყო ნაომოვი, ტლანქი, უხეში, მედიდური, ამპარტავანი, ქალის შეურაცხყოფელი, კარგი გენერალი და მსროლელი. კაცი ისეთი როგორებათა წყალზარმაში იყარებდებიან, არმია და საზოგადოება. ერთი რომ გონია და ისიც რომ არიციან, რომ ორივეგან ადამიანებად რომ უნდა დარჩნენ და არა მკვლელებად. კიდევ ქალი იყო, უზნეო, მეძავი, ფაშფაშა, გართობის მოყვარე და გენერალის მორჩილი. იყვნენ ყვავებით დამბაჩის ხმაზე, შემხალნი, სიკვდილით შეშინებულნი. კიდევ იყო, ალბათ, უნდა მომკვდარიყო. კიდევ იყო, ნუ თუ მომკვდებოდა? კიდევ იყო გოგონა, რომელსაც არ სჯეროდა ყვავებმა რომ უკეთიციან სიცოცხლის ფასი. კიდევ იყო მწერალი დიდი ტკივილით, დარდით, სიყვარულით, სიკეთით სავსე, გულითა და ოქროს კალმით, რომელმაც გთხოვა დავფიქრდეთ და დავიჯეროთ, ნამდვილად რომ გთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე. კიდევ იყო პაშა დადიანი, დიდებული ქალბატონი, რომელსაც აუცილებლად ექნებოდა წაკითხული ლექსი ვეფხვისა და მოყმისა. კიდევ იყო სიცოცხლე, არის და იქნება უჩვენოდაც. კიდევ სიკვდილიც იყო, ის სიკვდილი, რომელიც ღირდა, ეგ იყო და ეგ.